ცალ-ცალკე რა თქმა უნდა, ვიღაცასთან ერთად, იმიტომ რომ რვიანში არიან ისეთი პარტიები, რომლებიც ძალიან განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან, იცით ესა, ხო? მაგრამ კიდევ უფრო გასაკვირია, რომ მე გეტყვით, მე საკმაოდ გამოცდილი ვარ პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში, ხო? ასეთი განსხვავებული პარტიები ერთად, ერთ საკითხზე არასდროს არ დამჯდარად და ამდენ ხანს არ გაუძლიათ. თქვენ რო იცოდეთ იქა, საკმაოდ წყნარი ვითარებაა შიგნით. ჩვენ ვჟელობთ, ბუნებრივია სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს საკითხზე, მაგრამ საკმაოდ ადვილად ვაღწევთ შეთანხმებას და ამ შეთანხმებას მერე ვიცავთ ყველა და ჯერ არ ყოფილა ამ 4 თუ 5 თვის განმავლობაში ვინმეს ერთს დაერღვია შეთანხმება. ასეთი პრეცედენტი ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილა და ეს ჩემთვის ძვირფასია უნდა გითხრათ. თუმცა იქ არიან პარტიები, რომლებიც კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ არასდროს ქუჩაში არ გავლენ, რომ სწორად რევოლუციაში არ მიიღებენ მონაწილეობა. ქუჩაზე არ ამბობს არც ერთი უას, რო იცოდეთ. ხო? მე არ მომისმენია, რევოლუციაში არ მე. არიან პარტიები, რომლებიც ამბობენ, თუ რევოლუცია იქნება, ხო? და ვიქნებით ხალხის გვერდზე. ასე რომ განსხვავებული პოზიციების პარტიები ერთ საკითხზე შეთანხმებულები არიან და საკმარისად მყარად არიან ამ საკითხზე. დამდგარი წითელი ხაზები გავლებულია, არ ამგონია იქ რამე შეიცვალოს. ამიტომ იქნება ასეთი რამე, თუ რამეს აპირებთ მოგვეცით. თუ რამეს აპირებთ და ასე ჩვენ ხალხი ვატყუოთ, ვითომ რაღაცა ხდება, ასე არ გაგრძელდება ეს ამბავი რა. ჩვენ საზოგადოებასაც მივმართავ და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხებზე აქციები ჩატარდეს. არ გამოვრიცხავ. ნახოთ რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. დანარჩენი პოლიტიკური საქმიანობა ასე არ არის, ჯერვიანი დამთავრდება, მე რეფორმის სხვა რამესი, არა. ჩვენ ყველა ჩვენი. ახლა ქრისტიან დემოკრატები პარლამენტში ზიან და სხვა საკითხებზე ხო საუბრობენ იმ პარლამენტში, არა? არ შეუწყვეტიათ თავისი პოლიტიკური საქმიანობა, რასაც ადრე აკეთებდნენ, იმას აგრძელებს. ზუსტად ასე იქცევა ყველა დანარჩენი 7 პარტიაც. ასე ვიქცევით ჩვენც. არაფერი აქ კატასტროფული არ ხდება. თან ჩვენ დრო არავისთვის არ წაგვირთმევია, ხო? დავიწყეთ ნოემბრის შუა რიცხვებში ეს რვიანის ფორმატი ჩვენ შიგნით, ხო? და აგერ მარტია ზამთრის პერიოდში მოვახდინეთ ესა, არავისთვის ხელი არ შეგვიშლია, არ გვითქვამს აქციებს ნუ ჩაატარებ და ასე შემდეგ, მაინც არ ხდებოდა არაფერი, იმიტომ რომ ზამთარი იყო და ყინვა იყო, ასე რომ ჩვენ ესენიც დავთვალეთ ფორუმმა ყოველ შემთხვევაში. ასე რომ დრო არ დაგვიკარგოს. ბატონო რეზო, ბოლოს მინდა გითხოთ, ცოტა ხნის წინ გუბა სანიკიძე მიესალმა ქართული პარტიის ინიციატივას და ხარდაჭერა აღუთქვა მათ ინიციატივას გაერთიანებისა და კოორდინირებული ქმედების საკითხში, რაც გულისხმობს ქუჩის აქციებს და ანუ იყო ინიციატივა ქართული პარტია ყოველ შემთხვევაში მოლაპარაკებებში არ იღებს. მანდეთ ეგ საქმე რომ მე უფრო სწორედ გვაინტერესებს დაიწყო თუ არა თქვენსა და ქართულ პარტიას შორის აი მე სახის კონსულტაციები, იგივე თუნდაც რა. მე ჯერჯერობით კონსულტაციებს ამას ვერ დავარქმევ, თუმცა თქვენ თუ ბარიერს უყურეთ ბოლოს წინა ბარიერს. აღარ ვიცი, სადაც გუბაზე იყო მოკლედ და იყო ეროსი კიცმარიშვილი, იყო ზურაბ აბაშიძე და იყო ზვიად ძიძიგური, ხო? არაფერი გენიშნათ? ხო? ესე იგი, ისეთი დაპირისპირებული მხარეებიც კი, როგორც თქვათ, დაპირისპირებული ადამიანურად არა, პარტიები, განსხვავებულ პოზიციაზე მდგარი პარტიები, როგორც არის ალასანიას პარტია, მოდით ასე ვიტყვით და კიცმარიშვილის პარტია, ხო? საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ქუჩის აქციებს არც ერთი არ გამორიცხავს. არა, კონსენსუსით დამთავრდა, რამდენადაც მე მომეჩვენა ის გადაცემა. და მე ამას მივესალმები, თუმცა ეს პარტიები თავის პოზიციებზე დარჩებიან, ბუნებრივია. მე როცა ვილაპარაკე სქემაზე, რომელიც მე წარმოდგენილი მაქვს და ფორუმს აქვს წარმოდგენილი ჩვენ, ანუ სიტყვა მე არ მიყვარს, მაგრამ თანდახან ასე გამომდის. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ასეთი არის, ვიღაცასთან იქნება ძალიან ახლო ურთიერთობა, ვიღაცასთან იქნება კოორდინაციის რეჟიმი, ვიღაცასთან იქნება კონსულტაციის რეჟიმი. ანუ მტრები არ ყავს ოპოზიციურ ბანაკში და არ ჩვენ არ უმტრობთ არავის. ისთანაც კონსულტაციას გავდივართ, რა თქმა უნდა, მტრები არ იქნებიან. ვერ ვთანხმდებით რაღაც საკითხებზე, თუმცა მოვსინჯეთ ერთმანეთის აზრები, არგუმენტები დავალაგეთ, ვერ შევთანხმდით, აგრძელებენ ორივე თუ სამივე თუ ხუთმხრივი, არ ვიცი როგორი იქნება ეს, აგრძელებენ თავის გზას ისინი ჩვენთვის, ხო? თუმცა მიზანი ერთია. ლაპარაკობ ოპოზიციურ პარტიებზე, ბუნებრივია არა ყველაზე. საქართველოში 200 პარტია, ამაზე არ არის ლაპარაკი. დღეს მოვქნეთ პოლიტიკურ სუბიექტებზე ლაპარაკობ.
მეორე დონე უფრო მაღალი დონე ურთიერთობის ეს არის კოორდინაცია, ხო? მე ასე ვფიქრობ, შენ ასე ვფიქრობ, მოდი იქნება ერთნაირად ვიფიქროთ და ამ საკითხზე ერთნაირად ვიმუშაოთ. ეს არის კოორდინაცია. მესამე დონე, ეს არის ბლოკის დონე, როცა პარტიები იმდენად ახლოს არიან, თავისი იდეოლოგიით გნებავთ ან თუნდაც კონკრეტული მიზნის მიღწევის გზაზე, როცა თავის შიგნით წვეტენ საკითხებს გარეთ აღარ გამოაქვთ და ერთი პირით ელაპარაკებიან როგორც პარტნიორებს, ისე ხელისუფლებას. ჯერ უნდა მივახციოთ რაღაც დონეს, რომ ვილაპარაკოთ პირველზე, მეორეზე, მესამეზე. ჯერ პირველს უნდა მივახციოთ. ეს პროცესი ფიქრობ, რომ დაძრულია, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მეც და ჩემი მეგობრებიც. ვისაც ვესაუბრეთ, ისინიც ოპტიმისტურად არიან განწყობილი, ასე რომ მე ვფიქრობ რაღაცა აქედან გამოვა. დიდი მადლობა თქვენ.